მოგესალმებით კოლეგებო. ვთქვათ კენჭი უყურათ დღის წესრიგს. დღევანდელი დღის წესრიგი ერთი საკითხისგან შედგება და წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერეკაშვილის, ირაკლი მეზონიშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, მარიამ ლაშხის, ირაკლი კირცხალიას და გოჩა ენეგვიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მისიდან გამომდინარე კანონ პროექტები და რეგლამენტის პროექტები. მოხსენებელი ირაკლი მეზონიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონ პროექტებს. მოგიხსენებათ ჩვენ გვიმსჯელია ამაზე, მოგიხსენებათ რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში 2020 წელს ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა, რომელიც მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად მიზნად ისახავდა შეეცვალა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის ფორმატს, მათ შორის ცვლილება მიზნად ისახავდა სააგენტოს მმართველობითი ორგანოს ჩამოყალიბებას, რომლის 5-წევრიანი საბჭო პრემიერ-მინისტრის წარდგინებით პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით უნდა არჩეულიყო. საბჭოს მარეგულირებელი ნორმები კანონის თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებული იყო 2021 წლიდან, თუმცა ამოქმედების თარიღმა რამოდენიმეჯერ გადაიწიეს წინა სესიებზეც ეს საკითხი იქნა გამოტანილი. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური მზაობის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულების სააგენტოს აღსრულების პრაქტიკის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ არარელევანტურია მისი ინსტიტუციური მოწყობის ცვლილება. ამასთან არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს ტექნიკურ მატერიალურ რესურსებთან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის ერთჯერადი პირველადი და უკვე შემდეგ რა თქმა უნდა მუდმივი წლიური სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებით. ამიტომ გამომდინარე აქედან დღის წესრიგში დადგა წარმოდგენილი ცვლილება, რაც ითვალისწინებს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ამოღებულ იქნას ის ნორმები, რომელიც სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებას ეხება. თანამდები ცვლილებათა პროექტები, მათ შორის რაც ავტომატურად შეეხება ამასაც და იქნება ძალადაკარგულად გამოცხადებული. ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტი თანხმედრაში მოდის კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან. ეს არის სულ მეგობრებო, ამაზე ჩვენ ვიმსჯელეთ. ეს არსებული ასე ვთქვათ სურათი და სისტემა რაც დღეს გვაქვს არის საკმაოდ ეფექტიანი და ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომ დარჩეს ეს ასე ვთქვათ ეს სისტემა დღეს არსებული და ასე ვთქვათ გადაიხედა ის გადაწყვეტილება რომელიც ადრე იქნა მიღებული. თუ გაქვთ კითხვები? ასევე მნიშვნელოვანია რომ როგორც ვიცი ბიუჯეტი მნიშვნელოვან სახსრებს დაზოგავს აღნიშნული საბჭოს გაუქმების შემთხვევაში და რა თანხებზე იყო საუბარი მაშინ ჩვენ აქ თანხები შემდეგნაირად არის, ერთი არის ერთჯერადი ხარჯი, რომელიც სჭირდება საბჭოს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
და მეორე ყოველწლიური ხარჯი უკვე რომელიც მათ სახელმწიფოს უზრუნველყოფას ეხება პირველ ეტაპზე ხო დაახლოებით ოღონდ ძველი კალკულაცია იყო მაშინდელი იმის შემდგომ ხელფასები ბევრად გაიზარდა და ალბათ საბჭოს შემოსვლის შემთხვევაში ამ ანაზღაურებების გადახედვაც იქნებოდა მნიშვნელოვანი სადღაც მილიონი ლარის ფარგლებშია ალბათ ის თანხა პირველ წელს და შემდგომ დაახლოებით 600-700 ლარი რომელიც ყოველწლიურ ჭრილში ბიუჯეტს შეუმსუბუქებს ამ თვერც რომელიც ამ გადაწყვეტილების შედეგად იქნება მიღებული ძალიან კარგი და პარალელურად მნიშვნელოვანია რომ ბიუროკრატიული პროცესები უფრო გამარტივდება და პროცესუალური თვალსაზრისით აღსრულების თვალსაზრისით პროცესი უფრო დაჩქარდება რაც ასევე მნიშვნელოვანია და ну აქ კიდევ აღსანიშნავია ის რომ დღეს არსებული სისტემა ახლა მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლის იმიტომ რომ დღეს არსებული სიტუაცია საკმაოდ ეფექტიანად იმართება რა ამას ამ მიმართულებით არავის პრეტენზია არ აქვს და თუ რამე პრობლემა წარმოიქმნება ხოლმე ძალიან სწრაფად ხდება ამის რეაგირება ამიტომ ვფიქრობ რომ დაუჭიროთ მხარი ამ ცვლილებას და დავტოვოთ არსებული სისტემა მოკლედ რომ ჩვენ თან 2023 წლის ბოლოს ისედაც შიდა სტრუქტურა კიდევ უფრო ოპტიმიზირება გაუკეთეთ და მორგებული გავხადეთ ახალი ფუნქციების მიმართ როგორც არის მოხმარებელთა უფლებები, ანტიდემპინგური მიმართულება და ამ სამი კანონის აღსრულების კონტექსტში არსებული სტრუქტურა ამ გამოწვევებზეა რეალურად მორგებული და თუ საუკეთესო პრაქტიკასაც გადავხედავთ, მოყვანილია კიდევაც მადლობა ბატონ ირაკლის ამ გამოცდილების მოხსენიებისთვის საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, მათ შორის ევროპული, სადაც ამ მსგავს ტიპის სტრუქტურაა და დავუშვათ არ არის ასე რომ მადლობა კიდევ ერთხელ ხარდაჭერისთვის. გთხოვთ მეგობრებო, უყაროთ კენჭი, აღნიშნულ კალი პროექტს ვინ არის მომხრე. ერთხმად მიღებულია. ამით დღევანდელ სტომას ვასრულებ. დიდი მადლობა და შევხვდებით სასეციო დარბაზში. მადლობა. მადლობა ბატონ ირაკლი.